არცაღა მერმე სიკვდილად ხელეწიფების. რამე თუ სწორ ანგელოსთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან. ჩამოწვება ნისლი, ჩაეხუტება ქვეყანა სიყვარულით და თითქოს მშვიდობაც ისაართმევს ამავებას ბატონობის უფლებას. ჩიტები მორიდებულად იწყებენ ჭიკ-ჭიკს თითო ბგერის გამოტოვებით. სიოც აუცილებლად მოუკლებს ნიავს და დედამიწა ამოსცემს სურნელს. ამოისუნთქავს ნანატრი შეხვედრის გამო. უეცრად აშრიალდებიან ფოთლები, ბოლომდე მიუწვდომელია რისგან. თითქოს ანგელოზნი ღვთისანი სუბუქახტ ეხებიან ფოთლებს და ამით გვაგონებენ, გვახსენებენ ღვთის სადიდებელ ულამაზეს გალობას. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, გადიდებთ შენ ღმერთო მამაო, შემოქმედო ცისა და ქვეყნისაო, რამე თუ ყოველივე სიფრწნით ქმე. ხალხური ანდაზა გვასწავლის, გლის შიშით სხვარი ვის გაუწყვეტიაო, სუსტ სხვარს იგივე უფლება აქვს იარსებობს როგორც მძლიერ მგელს. თუ გაძლიერდება, გადიდდება მგელი, შეკრებს მგლობას ხროვად, მოსდებს ქვეყანას მგლურ აზროვნებას, ახალ წესად გააცხადებს უწესობას, ლოგიკურად ახსნის კიდეც თავის აზრს. მასში დაარწმუნებს ბევრს, ზოგს ისეც რომლისაგან არცელი, დააჯერებს დაუჯერებელს. მაგრამ ვერ წაართმევს სხვას არსებობის უფლებას. არ არის ეს მის ძალაუფლებაში, მას შეუძლია მხოლოდ დროებით თავისი შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილოს. ისიც თუ მეცხვარემ დროულად ვერ შეამჩნია. რაც არ უნდა ეცადოს მტაცებელი, შეუქმნა სიკეთეს მსგავსება, შეჰრიოს სურნელ სიმყრალე, დამალოს, დაფაროს, მოყვეს მრავალი, ოღონდ დაუბრამავოს ხალხს თვალები, ვერ შეცვლის ცხოვრების დადგენილ წესს. რამდენიც არ უნდა იქოს თავი, ვერ დაავიწყებს ადამიანის სულს მშვენიერების აღქმას, ვერ წაართმევს ადამიანის გონებას არჩევანის უფლებას, ვერც მეტყველების ნიჭს. აროდეს გაქრება ადამიანთა შორის ჭეშმარიტი თავისუფლების სურვილი, დაბადებით მონიჭებული. კურთხეულია უფალი ღმერთი, დამამყარებელი წესთა ცხოვრებისათა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა. გადიდებთ შენ მშვიდობის მომცველო უფალო, რამე თუ მშვიდობა შენი უმტკიცეს არს ყოველი განსაცდელისა. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, განა არ შეცვლის ყოველივე ღამეს დღე, მთვარეს მზე, ყველა ზამთარს გაზაფხული, ზღვის ყოველ მიქცევას მოქცევა. რამდენი მტაცებელია ბუნებაში, ტყეში, უდაბნოში, ცასა და ზღვაში, მაგრამ მათი სიძლიერე ვერ მოსპობს მათზე სუსტ. არ იქნება დედამიწაზე არასოდეს ბოროტება სიკეთეზე უფრო ძლიერი. რიცხვით შეიძლება თითქოს ჭარბობდეს ბოროტება, მაგრამ ეს მოჩვენებითია ან დროებითი. დაიბადა ერთხელ სიკეთე და გაანათლა ბნელი უკუნი. საუკუნეში დაიბადება ერთი შორის მრავალთა და მრავლის შველაა განცხადებული. და ასე, არც მშვიდობა ღვთისა, რომელიც შეიცავს ყოველგვარ სიკეთეს, ბედნიერებას, სიხარულს და საწინდარია გამარჯვების, არ დამთავრდება დედამიწაზე. ისევე როგორც მშვიდობის მტარებელი ადამიანები სულ იქნებიან ჩვენ შორის, თვით ბოლო ჟამის მიწურვამდეც. და კაცთა შორის სათნოება. გადიდებთ შენ ყოვლად მოწყალეო ღმერთო, რამე თუ მოეც კაცსა მსახურება შენი. რასაცა დასთეს, იმას მოიმკიო. ადამიანის ბუნებითი გრძნობა და სულის საჭიროება ღვთის დიდებაა, მსახურება უფლისა სულში, თავის თავში და კეთილი საქმეებით ღვთისა და მოყვასის წინაშე. ბრძენი და ბედნიერია ისერი, რომელმაც ააშენა ტაძარი ღვთისა, სამყოფელი უფლისა მამათა მისთათა, თავის სულში და გარეთ ერში. ასე მცხოვრები ადამიანები ანგელოზთა შორის მოიაზრებიან. რამე თუ მსახურ ღვთისა არიან და სიკვდილი არ შეუძლიათ მათ, რამე თუ შუვნი აღდგომისანი არიან, როგორც ეს ბრძანა უფალმა. და აიწევს ნისლი დაახვება მას ანგელოზთა გალობაც ნიშნად იმისა, რომ შეიწირა უფალმა მათი მსახურება,
ამ დროს რამდენიმე წუთი ქვეყანაზე იგრძნობა საოცარი, განსაკუთრებული სიხარული, წამოვა მადლიანი წვიმა და განაპოხებს დედამიწას. გამოანათებს მზე და გადაიხებს წვიმა. გამოვა ადამიანი საკეთებლად თავისი სასაქმისა, სადიდებლად უფლისა, ხოლო თავზე მას დაადგება ცისარტყელა, ნიშანი ღვთის ურყევი აღთქმისა და დალოცვისა. ანგელოსა ეფესოისა ეკლესიისა საარქუ, ვითარმეთ ამას იტყვის, რომელსა უფყრიანს შვიდნი იგნი ვარსკვლავნი მარჯვენასა მისსა, რომელი იგი ვალს შვიდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროისათა, ვიცნი საქმენი შენი და შრომაი შენი და მოთმინებაი შენი. და ანგელოსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე, ამას იტყვის პირველი და უკანაისკნელი იგი, რომელი იქმნა მკვდარ და ცხონდა, ვიცნი საქმენი შენი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ დიდარი ხარ. და ანგელოსა თვიატრისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმეთ ამას იტყვის ზეღვრთისაი, რომლისა თვალნი არნიან, ვითარცა ალი ცეცხლისაი და ფერხნი მნისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუგსა, ვიცნი საქმენი შენი და სიყვარული შენი და სარწმუნოებაი და მსახურებაი და მოთმინებაი და საქმენი შენი, უკანასკნელნი უმრავლეს პირველისა. უფალი სათითაოდ მიმართავს მართლმორწმუნე ეკლესიათა ანგელოზებს, მიმართავს სახელებით, რამე თუ იცნობს, აძლევს მათ პირად დავალებას, მართონ მისი სამწყსო ადგილობრივი მდებარეობის და სულიერი თვისებების მიხედვით. ღვთისმსახურ ანგელოზს, როგორადაც შეხედავ, იმგვარად დაინახავ. რა თვალითაც დააკვირდები, როგორი გრძნობით, სიკეთით და სიყვარულით, იმდენად გაახარებ მას და იმდენადაც განათდება შენი ცხოვრება. თუ ეჭვის თვალით ზედაპირულად შეხედავ ადამიანს, ეს ამას იგრძნობს ჯერ კიდევ მანამ, სანამ რაიმეს ეტყოდე. მაშინ ის ადამიანი მოიწყენს და შენ დაგეკარგება მისი მფარველი ანგელოზის ლოცვა კურთხევა. უფალი ბრძანებს. ანგელოზნი მათნი ცათაშინა მარადის ხედვენ პირსა, მამისა ჩემისასა. როდესაც ნდობით, მისივე კეთილი ბუნების რწმენით უყურებ ადამიანს, მისი მფარველი ანგელოზი გლოცავს და შენი სული ნათდება ღვთისმიერი ნათელით, რომელიც ყოველგვარი სიკეთის მომტანია, მათ შორის ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის, რამე თუ ცხოვრების მომნიჭებელია უფალი და განაგებს ყოველივეს, ვითარცა ნებავს. უფალმა ამავე დროს ბევრი რამ მისცა ადამიანს განსაგებლად. რაც უფრო მეტი ადამიანი გვეყოლება უფლის ანგელოზის გამხარებელი, მით უფრო მშვიდ გარემოში ვიცხოვრებთ. რადგან ანგელოზნი სიხარულით აღავლენენ ჩვენთვის ლოცვას ღვთის წინაშე და ყოვლის მპყრობელი უფალი მოგცემს ჩვენთვის ყოველგვარ სარგებელს თავის განკუთვნილ დროს. ასევე პირიქით, როცა საზოგადოებაში იწყება ადამიანის ცხოვრებისათვის მავნე-ქმედებანი, განკითხვა, ურჩობა, უკმაყოფილების დაუსრულებლად გამოთქმა, უსაფუძვლო და არასაკადრისი კრიტიკა, ეს მოვლენები საზოგადოებას არ ამშვიდებს, კი არ განწმენს, გარკვეულობა კი არ შემოაქვს, არამედ პირიქით, აფორიაქებს და შინაგანად შლის საზოგადოებას. ისევე აზიანებს მას, როგორც ადამიანის ორგანიზმს ნერვიულობა. ღმერთმა ბევრი რამ მისცა ადამიანს განსაგებლად, მაგრამ ამავე დროს უფალი მას ახსენებს მოვლენათა მსვლელობებით, თუ ვინ არის დამმამყარებელი ყოველივე სიდაშთა აგონებს მას. ზედმეტს ნუ იღებ შენს თავზე, გაგიჭირდებაო. ანგელოზის გახარებით არ არის ძნელი ყოველგვარი ბოროტების შეჩერებაც, მისი შორს გაჩერება, მოსპობა შეუძლებელია, მაგრამ ახლოს მოუშვებლობა სრულიად შესაძლებელი. ხოლო ამას ძალიან უშლის ხელს ზედმეტი ლაპარაკი, საკუთარი პიროვნების საუკეთესო მხარეებზე საუბარი, თავის წარმოჩენა, რაც ბუნებრივად უცხოა ქართული ხასიათისათვის. ანგელოზს უყვარს შენთვის სასიკეთო საქმის შესრულება, მაგრამ როცა ადამიანი ზედმეტს ლაპარაკობს, ან ფიქრობს თავის თავზე, ანგელოზ იდგას მის გვერდში და ელოდება. თუ მოკრძალებულად ვიფიქრებთ საკუთარ თავზე, გულით შევიყვარებთ ჩვენი ეკლესიის ანგელოზს, უანგაროდ, უპირობოდ ვაჩუქებთ მას სიყვარულს, ბოროტება გაჩერდება და
შორს დადგება ჩვენგან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანგელოზის წყენინება, რადგან ამით ბოროტება გიახლოვდება. მას ეძლევა გზა და საშუალება შემოვიდეს შენს ქალაქში, რომელიც სინამდვილეში შენი თავდადებული თანამემამულეებით არის დაცული. დიდ შინაურულად მოწყობილ თეთრ დარბაზში ზეციური საქართველოს ფრესკის წინ დგას ადამიანი და გგონია, რომ საქართველოს სრულად და მთელი მსოფლიო არის მის წინაშე. ის იწერს პირჯვარს, ნელ-ნელა ტრიალდება თქვენკენ და გეუბნებათ. თქვენ კარგად იქნებით. მოძღვარი არ ჩქარობს, არ არის დატვირთული ამ ქვეყნიური ამაოებით. სხეულით დედამიწაზია, გონებით კი უფლის ხილვაში. ბედნიერებაა, როცა ერს ხუცესი, განბრძნობილი მოძღვარი ყავს. ბედნიერია მისი მომსწრეთაობა. ქრისტეს მიერ საყვარელნო, გავახაროთ ჩვენი ეკლესიის ანელკელოსი, რომ მისი ეს სიტყვები შეგვეხოს პირადად ყველას. თქვენ კარგად იქნებით. ბედნიერია ერი, რომელიც ანგელოსთან ცხოვრობს.